დასავლეთი ცდილობს ჩამოგვაშოროს მოკავშირეები, როგორც ეს გააკეთა საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და როგორც ახლა ცდილობს სომხეთის შემთხვევაში, აცხადებს ლავროვი. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ამას მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებენ, რუსეთს რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიაყენონ. სომხეთში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით ოპოზიციური პარტია დედა სომხეთის თავმჯდომარე ანდრანიკ თევანიანი დააკავეს. ეს არის პირველი შემთხვევა სომხეთის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ ოფიციალური გამოძიება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯაშუშობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების თანახმად თევანიანმა უცხოურ სპეცსამსახურებს $622,000 სანაცვლოდ რუსულ ენაზე თარგმნილი სახელმწიფო საიდუმლო მასალები გადასცა. დიდი ხანია მიდის ეს მასკარადი, განაცხადა ლილუაშვილის ყოფილმა მოადგილემ სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, დაკავებას ელოდებოდა. ლევან ახობაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატების თქმით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. ახობაძის სახლიდან კი არა დიდი ოდენობით, არამედ 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაა ამოღებული. ახობაძეს $250,000 ქრთამად აღებას ედავებიან. რუსთავის საავტომობილო ბაზართან მწყემსებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მწყემსები საძოვრებისთვის დაწესებულ გადასახადებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ გზა, რომლითაც წლები სარგებლობდნენ, ახლა კერძო საკუთრებაშია და მფლობელები ზოგჯერ ერთი ცხვრის ფარის გასატარებლად 500-დან 1000 ლარამდე თანხას ითხოვენ.